ანა, როგორ დაიწყო შენი სამსახიობო კარიერა? კარიერას თუ დავარქმევთ, ჩემს ამ მცირე დროს მოღვაწეობის ძალიან ხომაღად ნათქვამია, რა თქმა უნდა. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ რაც დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, მე უნივერსიტეტად გადავიდა, ესეც მინდა თქვა. აქედან დაიწყო ჩემი ეგრეთ წოდებული სამსახიობო კარიერა. დავამთავრე მეოთხე კურსზე სადიპლომო სპექტაკლი იყო ჩვენი გზავრები, რომელიც იყო დავით ყდიაშვილის მოტივებზე, მოკლედ მის მოთხრობების და პიესების რაღაც ესეთი ნაკრები იყო. ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი, ქალბატონი მამონა ბერიკაშვილმა დაგდგა ეს სპექტაკლი და ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გასდა თეატრალური ინსტიტუტის კედლებს, გადავიტანეთ თეატრში. ეს მაშინ ძალიან დიდი წარმატება იყო, იმიტომ რომ ყველა ადამიანს არ ჰქონდა ეს ბედნიერება, ყველა სტუდენტს რომ ეთამაშა თავისი სადიპლომო სპექტაკლი მერე უკვე თეატრის სცენაზე. ჩვენ ეს ბედნიერება ჰქონდა და ეს ბედნიერება ჰქონდა ზუსტად ერთი წელი თამაშობდით ვაკის თეატრალური სარდაფი მაშინ არსებობდა, ეხლა ილიას უნივერსიტეტის თეატრია თუ არ ვცდები. იქ ერთი წელი თამაშობდი და ყავდა ძალიან ბევრი მაყურებელი. ჯგუფი, რომელიც ერთი წლის ვთქვათ, როცა ჩავაბარეთ ეს სპექტაკლი ჩვენი სადიპლომო სპექტაკლი ვითამაშეთ იყო ჯგუფი, ერთ წელში გადაიქცა დასად. მაშინ დაიშალა, რა თქმა უნდა და არავინ ერთად აღარ თამაშია და ჩვენი დასისაც მე თეატრში აღარ გადასულა, მაგრამ ეს ძალიან კარგი პრეცედენტი იყო ჩვენთვისაც. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შეიქმნა ჯგუფი მგზავრები. დღეს ბევრმა არ იცის, რომ შენც მღეროდი ამ ჯგუფში. მოგყვავი ამ პერიოდის შესახებ? კი, თეატრალური დავამთავრე თუ არა. სწორედ ამ სპექტაკლის მზადების დროს გავიცანი გიგი. მერე ზაფხულის პერიოდი უწევდა და სწორედ მაგ პერიოდში შეიქმნა ეს ჯგუფი არა ჯერ მარტო მე და გიგი ვიყავით. უბრალოდ გიგი მანამდე წერდა სიმღერებს. ეს ხო რაღაც პატარა მეგობრების წრე, სადაც გიგი როცა მღეროდა ვიღაცა მეკ ბურლეუს ყიდა პატარა ნესკაფის ხუთი და თქვა იმით რაღაცა შეიქს აკეთებდა და რაღაც ფონად ხან თეფშის წყარუნი იყო და რაღაცა ესეთი ოჯახური კი არა და რაღაც მეგობრული გარემო, სადაც გიგი გიტარაზე უბრალდა და დანარჩენი ადამიანები ფონს უქმნიდნენ უბრალოდ. ამ დონეზე იყო. მერე ჩემი თხოვნით ის მოხდა ისე, რომ მქონდა პირველი კონცერტი. მაგრამ პირველ კონცერტამდე ერთი შემთხვევას გავიხსენებ კიდე, რომ იგი დასასვენებლად წავიდა და მე მქონდა რაღაც პატარა ჩანაწერების რვეული. სადაც მეწერა რაღაც ჩანახატები, რაღაცა ყოველდღიური თითქმის უმნიშვნელო, მაგრამ რაღაცა ჩემი აზრები რაც მინდოდა რომ დამეწერა, თუ არ ვიცი რაღაცა ყველა გოგოს რო აქვს ესეთი პატარა ბლოკნოტი, სადაც ვიწერდი რა მოხდა, რა არა, რა მსიამოვნებდა, რა მომწონდა და ასე შემდეგ. რომელიც რაღაც პატარა ჩანახატებივით იყო, რაღაც ლექსთან ამას საერთო არაფერი არ ქონია. და გიგის მოეწონა ერთ-ერთი, სადაც რაღაც ფრაზებს ადგილი შეუცვალა და რაღაცა ლექსთან არა, მაგრამ რაღაცა რითმასთან ახლოს მივიდა. თვითონ თქვა რომ თვითონ მოისურვა რომ გამეტანებინა ეს ტექსტი და რომ ჩამოვიდა მითხრა რომ რაღაც სიმღერა დავწერო ამ ტექსტზე. მე ამ სიმღერა ერთ-ერთად შევასრულეთ. მოკლედ ეს იყო პირველი მომენტი, აქედან დაიწყო ის რომ ფიქრი იმაზე რომ გვქონდა კონცერტი, ისე მეგობრების წრეში. ალბათ იმ ეტაპზე არც დარჩებოდა ეს ჯგუფი, მე რომ იქ ყოფილიყავი, იმიტომ რომ ჩემთვის ახლა ეს გაურკვეველი სინთეზი, თქვათ იგივე გიტარის, ელექტროგიტარისა და ელექტროფანურის, აფანურის ან სტვირის არ არსებულია, გაურკვეველია რა არის ფოლკლორია, თუ რამე როკ მუსიკა არა ხომ, არამე ალტერნატივა არა, თანამედროვეობასთან ამ მუსიკას არანაირი უფლებაც არ აქვს, რომ გქონდეს პრეტენზია თანამედროვე მუსიკაზე. მაგრამ იმ დროისათვის ჩვენ არანაირი პრეტენზია აქონია ამის რომ თქვა ყოფილიყავი ჯგუფი ან რამე. ეს იყო უბრალოდ ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის გარკვეული გაკეთებული რაღაც პატარა საღამო. მაგრამ თავარი ის იყო რომ ეს ჯგუფი არ იყო, ეს იყო ჩვენთვის რაღაცა ეტაპი, რაღაცა
ფორმა, ურთიერთობის, თქვათ მე შემდეგ იგის ურთიერთობის რაღაცა ფორმა, რომელიც ალბათ უნდა დასრულებულიყო, ან გაგრძელებულიყო უფრო კარგად, ვიდრე გაგრძელდა. მეტი პრეტენზია ჩვენ არ გქონია და არც ამბიცია. იმ დროს ყოველ შემთხვევაში ეს იყო. ძალიან გახსნილი ადამიანი ხარ და მედიაში დღემდე ძალიან ხშირად განიხილავენ იმ ფაქტს, რომ გიგი მიატოვე ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე. არ გაღიზიანებს ეს? არა, უნდა ისაუბროს ალბათ ამაზე ხალხმა. არ ვიცი, ზოგს აღიზიანებს, ზოგს არა, ზოგისთვის ეს განკითხვის თემაა, მაგრამ ასეთია ჩვენი საზოგადოება. ძალიან დიდი ხანი გავიდა მის მიერ და რატო გონია, რატო საუბრობენ დღემდე ამ თემაზე? ალბათ აინტერესებთ კიდევ და ვერ გაუგიათ და კიდე ის რომ ესეთი რაღაც არავის არ ჩაუდენია. მე როგორც ვიცი, მარტო ერთი შემთხვევა იყო, არ ვიყვივის. რამდენიმე წლის წინ შენ აგიყვანეს სერიალ ჩვენი ოფისის ერთ-ერთ მთავარ როლზე. შედარი შენთვის თეატრის სცენა და კინოს გადასაღები მოედანი. კი, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, იმიტომ რომ სერიალი არის სერიალი, კამერასთან მუშაობა გიწევს, იქ მარკიზის დიდი აუდიტორია, რომელზეც თამაშობ. ცუდი გაგებით არა, რომლისთვისაც თამაშობ, შენ, გაქვს უშუალო კონტაქტი მაყურებელთან, ის არის ცოცხალი ორგანიზმი, სპექტაკლი არის ორგანიზმი, ცოცხალი ქმედება, გამოდიხარ, იწყება რაღაც, ვითარდება და შემდეგ იქვე ხდება და იქვე ყველაფერი მთავრდება. მაყურებელი გიგრავს და მიდის, მაგრამ გადაღება ეს არის აბსოლუტურად სხვა პროცესი. ეს არის დაუღალავი შრომა, გიწევს ღამეების თენება, რაღაც იქნება არ მოეწონოს, გადააბან, აქედან კადრი, იქიდან, ეს სულ სხვა რაღაცა. იქ მაყურებელს გრძნობ მაშინ, როცა ქუჩაში გამოდიხარ და ვიღაც, თქვათ, გეძახის სერიალის გმირის სახელს და ასე შემდეგ. გაიხსენე ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ან ეპიზოდი შენი შემოქმედებიდან, ან სევდიანი, ან პირიქით რაღაც ღიარული სასიამოვნო. ბევრი იყო სევდიანი მომენტიც და ბევრი იყო სასიხარულო მომენტიც. სევდიანი არ ვიცი, მაგრამ 4 წელი მიმდინარეობდა ეს სერიალი, 4 სეზონი გადავიღეთ. ყველა სეზონში სხვადასხვა სახელი ჰქონდა ამ სერიალს, მაგრამ გვირები ფაქტიურად ერთი და იგივენი ვიყავით. და ყოველ წელს მახსოვს, რომ იყო ამ სერიალის დახურვის ალბათობა. ყოველ წელს ვიცოდით, რომ ყურავდნენ, აღარ გრძელდებოდა, იყო ეს, რომ დამთავრდა ეს რაც სუდია და ასე შემდეგ, მერე ყოველ სექტემბერს აღმოჩნდებოდა, რომ თუმე არა, ეს ისევ გრძელდება. იმას რა თქმა უნდა სიხარულთან იყო დაკავშირებული. შენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ არ გაქვს რაღაცა არარეალური ოცნებები, უბრალოდ გაქვს შენი პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი. რა არის ამ ეტაპზე შენთვის პროგრამა მაქსიმუმი? ამ ეტაპზე და ყველა ეტაპზე პროგრამა მაქსიმუმი ალბათ პროგრამა მაქსიმუმია, მაგრამ ამ ეტაპზე პროგრამა მინიმუმი არის ჩემი, რომ ვისწავლო ენას სრულფასოვნად და წავიდე ამ ქვეყნიდან დროებით სასწავლებლად. ამ ეტაპისთვის ეს არის, მაგრამ ალბათ პროგრამა მაქსიმუმი ყველას ერთი აქვს ცხოვრებაში, რა გინდა, რომ გეკითხები, შენ დაიცოდე რა გინდა აქ იყო წარმატებული მსახიობი და შემდეგ რომელიღაცა თეატრის წინ, როცა შენ 90 წლის გახდები და გამოგიყვანენ ყალაჯნით ხელში, გაიხსნა შენი ვარსკვლავი და არ ვიცი მაშინ ვინ იქნება თბილისის მერი და თბილისის მერმა ჩიქა შამპანივრით მოგილოცოს, თუ არა იყო თქვა წარმატებული მსახიობი სადღაც ჰოლივუდში და კონდეს იმდენი ფული, რომ სადღაც შემდეგ რომელიღაცა ბავშვთა სახლში არც ღრმა მოხუცებულობაში საშუალო ასაკში არიგებდე საჭმელს და უბრალოდ აბედნიერებდე ბავშვებს თუ ულიდე მოხუცებს მიუხედავად იმისა, რომ შენ ხარ ძალიან წარმატებული და გაქვს დიდი ბიუჯეტი ამ ფილმებში იღებდნენ. რა გინდა ეს ადამიანმა უნდა იცოდე? შენ რა გინდა? მე მინდა რომ ვიყო წარმატებული. მე ვიბრძვი იმისათვის, რომ ქართული თეატრი იყოს თანამედროვე თეატრთან გატოლებული და არა ისე როგორც დღეს არის თქვათ ქართული თეატრი რო ცალკე მიდის და თანამედროვე თეატრი აბსოლუტურად სხვა მსოფლმხედველობით არის შეყოლით სხვა ტენდენციებია და ქართული თეატრი აბსოლუტურად სხვაგან არის ეს მინდა და მინდა რომ საქართველოში იღებდნენ ფილმს ან მართლა ფილმს იღებდნენ განა ისე როგორც ახლა იღებდნენ
ხშირად აღნიშნავ, რომ ევროპული მენტალიტეტის ადამიანი ხარ. რითი განსხვავდება შენი აზროვნება შენი თაობის წარმომადგენლების აზროვნებისგან? ალბათ ბევრი რამით, მაგრამ ეს მე არ მაღიზიანებს პირველ რიგში ეს მინდა თქვა, იმიტომ რომ მე რომ მაქვს განსხვავებული აზრი, ეს მე ვიცი რომ განსხვავებული აზრი მაქვს და ეს ვიცი რომ შეიძლება ბევრმა ვერ გარიგოს. ეს არ მაღიზიანებს პირის იქით ეს მახარებს, რომ მე მაქვს ჩემი აზრი, ეს განსხვავებულია. ჩემ თანატოლებს რაც შეხება, ანუ ჩემს თაობას. ისინი უბრალოდ მე მგონია რომ ჩვეულებრივი პოსტსაბჭოთა გადმონაშთები არიან და მეტი არაფერი. მათ განვითარება ვერ პოვეს, ვერც სულიერი და ვერც აზროვნებაში ცოტა ნაკლს ხედა. არ მოწონს აი კონკრეტულად არ მოწონს მათი ჩაცმულობა, არ მოწონს თუ რა მუსიკას უსმენენ, არ მომწონს თუ როგორ იქცევიან, არ მომწონს მათი დამოკიდებულება დღევანდელი ყველანაირი ვითარებისადმი არ მომწონს მათი ურთიერთობები და ურთიერთობებზე შეხედულებები და საერთოდ მათი მსოფლმხედველობა მე არ მომწონს. საერთოდ რა უნდა დაიწერა რასაც ლაპარაკობთ, ეს მათ არ იციან. არც პროგრამა მინიმუმზე აქვს ნაფიქრი და არც პროგრამა მაქსიმუმზე და საერთოდ არანაირ პროგრამაზე არ აქვს ნაფიქრი და არაფერზე არ აქვს ნაფიქრი. ერთხელ მახსოვს ბავშვობაში, ჯერ კიდევ მე კლასში ვიყავი, ერთმა ბიჭმა მოყვა არაკი და ეს ძალიან დამახსოვდა. ეხლა აქ აი ამ თბილისურ საზოგადოებას რაღაცა მგონია რომ ძალიან შეესაბამება. მოკლედ იყო ერთი სახელმწიფო, სადაც იყო ერთი ადამიანი, რომელიც რაღაც თავის ძდებს ატარებდა და რაღაც ჯადოქრობდა. მოკლედ და გადაწყვიტა რომ მოეწამლა ჭარა, რომლიდანაც მთელი ქალაქი სვამდა წყალს. მოწამლა ჭარა, თვითონ რა თქმა უნდა წყალი არ დაულებებდა, რომ იცოდა მოწამლული იყო ეს ჭარა. დალია ორმა ადამიანმა სამ ქალაქში ცხოვრობდა, შემდეგ სამა, მერე 15-მა, მერე ნახევარ ქალაქს დალეული ქონდა ეს წყალი და ნახევარი ქალაქი იყო გაგიჟებული. ანუ წყლის დალევის შემდეგ გიждდებოდნენ. შემდეგ მოხდა ისე რომ ვინც იყვნენ წყალდალეულები, გაგიჟებულები, ვინც იმათვისაც არ ქონდა წყალდალეული, ეცახდნენ გიჟებს. შემდეგ ისინი ცნობდნენ, ისინიც გიждდებოდნენ, შესაბამისად ვინც დარჩენილი იყო, იმათ ეძახდნენ გიჟებს. ბოლოს ხელმწიფის გარდა ყველას ქონდა ეს წყალდალეული და ხელმწიფეს ეძახდნენ გიჟს, ხელმწიფება დალია და დარჩა მარტო ეს კაცი. მოკლედ ეს კაცი იყო ჯანმრთელი, მაგრამ მთელი ქალაქი მას ეძახდა, რომ შენ ხარო გიჟიო. რა ეკნა ამ ადამიანს დარდია ჭიდან წყალი, ისიც გაგიჟდა და ამ დღიდან ისინი ცხოვრობენ ერთად და ბედნიერად. ნუ ალბათ ეხა ესე ჭიდან წყალი უნდა დავლიო მეც და მათთან ერთად გავგიჟდე და მათთან ერთად მეგონოს რომ კარგად არის ყველაფერი, ძალიან ბერთობი, ეს მხიარულება, ცხოვრობ გადასარევა ყველაფერი მშვენიერია, ჩვენ მოგწონს ყველას ერთად და ასე შემდეგ. ნუ აი ეს გაურკვეველი რაღაც ის ოდიოზური გამოხატულება, რომ ეს განაკარგია ძალიან კარგია. ანუ ეს ხვიტყვილია. როგორ შეიძლება ესე ყველაფერი იყოს ძალიან კარგი და ყველაფერი იყოს ესე იდეალურად. ნუ ალბათ მე არ ქარცხოვებ რა, ეს ალბათ სხვა ქვეყანაში ხდება.